გამარჯობათ. ვიდეო ნახე აი ვერ ახედავ ხალო. მომისმინე ძვირფასო. ერთი კაცი ღირს 60 თეთრი. ექსკურსია მძღოლი 2 ლარი და ვიდეოთი გადაღება 20 ლარი. Что ж, рад. როდესაც სემინარის დამთავრებას მალევე მარქსიზმის გავრცელების სემინარისგან გარიცხვის შემდეგ სტალინი იბრძოდა აღმოაჩინეს პროკლამაცია და სტალინის დაბადება. მაგრამ სტალინი ამბობს სამუშაოზე არ იყო. 1920 წელს სტალინის თბილისის რევოლუციური კომიტეტი ბათუმში აყალიბებს რევოლუციური კომიტეტს ბათუმის იმავე წელს 9 მარტს მოაწყოს ბათუმში სადაც დემონსტრაცია იყო სტალინის პირველი გადასახლება. ამ გადასახლებისას სტალინის რევოლუცია გაუწევნა წერილი პირველად გაეჩვენა ერთმანეთის წერილობები. ბესარიონის და სტალინის დაბადების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით. ბესარიონ ივანეს ჯუგაშვილი, იოსებ ბესარიონის და სტალინის მამა. დაიბადა 1850 წელს თბილისის მახლობლად დიდ ლილაში. 1874 წელს ბესარიონ ჯუგაშვილი ჩამოდის გორში, იწყებს მის დედას 9 წლის სტალინი, 1888 წელს შეკავს გორისში. მას უკვე წერა-კითხვა სცოდნია. სასწავლებელში არშებობდა მომღერალ ვაჟთა გუნდი, სადაც სტალინი მღეროდა. სტალინის უფროსი ვაჟიშვილი გახდა იაკობ ჯუღაშვილი. ომის დაწყების პირველივე დღეს ის ფრონტზე გაემგზავრა. ვიტებსტანის გერმანელებად სტალის ფელდმარშალ პავლუსე მისი გაცვლა სტალინმა ეს არ გააკეთა. მან თქვა რომ ომია, ყველა ჯარისკაცი ჩემი შვილია და მე უბრალო ჯარისკაცი ფელდმარშალზე არ გავცვლი. 1953 წლის 14 აპრილს იაკობი გერმანელებმა დახვრიტეს. მან ესეთი სიტყვები დაგვიტოვა: თუ ვეღარ ვნახავ ჩემს სამშობლოს, ვთხოვთ გადაცეთ მამაჩემს, რომ მე მისთვის არასდროს არ მიყავარდე. ჩვენ გვაქვს იაკობის ეს გამარჯვების პარადი გახლავთ ომის დამთავრების რომელიც შედგა 1945 წლის ოქტომბერში. პარადი სტალინი მისალმებია რაკასოს გასაბრძანებელი და შოკომანი მიღების პარადი. აი ჩვენ ჯარისკაცები გერმანელების დროშებს ყრებდნენ მოედანზე. Дорогие товарищи, друзья, трудно выразить словами чувство великой скорби, которые переживают в эти дни наша партия и народы нашей страны. Все прогрессивное человечество не стало Сталина, великого соратника и гениального продолжателя дела Ленина. Товарищи, неутолима боль в наших сердцах, неимоверно тяжела утрата, но и под этой тяжестью не согнется стальная воля коммунистической партии, не поколеблется ее единство и твердая решимость